Ceylan. Zadi da isvene. Me ak var. არა, თურან. საღამოსკენ წავა. თან გამოვიცვლი. Კარგი. Არი დარდო. გამოძვრა. საბოლოოდ ოსმანი იმ თაფლმა გადაარჩინა, რომელსაც ასე ჭამდა. კართან ვიქნები, თუ რამე დაგჭირდება, დამიძახი, კარგი? გმადლობ. ძმოიუს, ექიმები რას ამბობენ? მისი ცოცხლის საფრთხე არ ემუქრება, მადლობა ღმერთს. რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს. თქვენს რომ რამდენიმე საათში გონსმოვა. მადლობა ღმერთს. ტკივილგამაყუჩებელი დიდი დოზით მისცეს, იმ შემთხვევისთვის თუ ტკივილი შეაწუხებს, მაგრამ მხოლოდ ღმერთმა იცის რამდენს გაუძლებს. შევხედავ. ჰალილ იბრაჰიმ. ბოლოს და ბოლოს გავიგეთ ეს ვინ ჩაიდინა. გავიგეთ. ვინ? დაუთის შვილმა, სერქანმა. იმ დღეს ხომ თქვი ეს სერქანი მეტის მეტად თავდაჯერებულად ლაპარაკობს მეთქი. ხომ თქვი ისის რო და მეთქი. მამამისის თვალებში გვიყურებდა და გვატყუებდა. თქვა ჩემი შვილი ამას არ გააკეთებდაო. დაუთმა არაფერი იცის, მას ველაპარაკე. ეს ნიჰათ მარტენმა დაავალა. მას ელაპარაკე და გაუშვი? გაუშვი რათა შვილთან მიგვიყვანოს ძმაო იუსუფ. ბიძია დერვიში უთვალ თვალებს. თურან, როგორც კი რამეს შევიტყობთ, გავალთ. ზადიყავი. კარგი ძმაო. არის ცვლილება. ჯერჯერობით არა. ჩემო ოსმან. ძმაო. ბავშვობაში ერთმანეთს სიტყვა მივეცით, რომ ერთმანეთს დავიცავდით, გავუფრთხილდებოდით. ვინც ჩვენს წყენინებას შეეცდებოდა, გაჩენის დღეს ვაწყევლინებდით. მე ჩემს სიტყვას ვიცავ. პასუხს მოვთხოვ მათ, ვინც ასე მოგექცა. არ ვაპატიებ მათ, ვინც ასე მოგექცა, ძმაო. გპირდები, ძმაო. ვფიქრობ, არის რაღაცები, რაც უნდა მითხრა. არა, ჰალილ იბრაჰიმ. ვიცი რომ იტყუები, მაგრამ სიმართლე არ ვიცი. თუ ახლა სიმართლეს მეტყვი, შანსი გექნება. შანსი არასდროს მქონია. ახლა გაქვს. და გამოიყენე. მე შემიყვარდი. დანახვისთანავე შემიყვარდი. საკუთარ დევს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. ვხედავ, რომ ზეინები ძალიან გიყვარს. ვხედავ მას, როგორი თვალებით უყურებ. მიუხედავად ამისა, მაინც შემიყვარდი. როცა ეს გოგოებმა შენიშნეს, სახლში კიდევ ცოტა ხნით რომ დარჩენილიყავი, ოსმანი გამოვიყენე. ამ ქვეყნად ყველაზე პატიოსენ ადამიანს მოვატყუე. შენ ყველას მოგვატყუე.
ადამიანს, რომელმაც კარზე მოგვიკაკუნა, ზურგი არ შევაქციეთ. შენ კი ჩვენი საყვარელი ადამიანი გამოიყენე. თავარი შეკითხვა. ეს რატომ გააკეთე? იმიტომ რომ შემიყვარდი, ხალილ იბრაჰიმ. გრძნობა ვერ მოვთოგე. ხალილ იბრაჰიმ. გთხოვ. გემუდარები მაპატიე. ღმერთმა გაპატიოს. შენი სახის დანახვაც აღარ მინდა. შენი ნივთები შეაგროვე და წადი ჩვენი ცხოვრებიდან. მაპატიე ძმაო. მაპატიე. როგორც გითხარი მეთაურო, მურათი ჯარიდან ერთი კვირით ადრე გაიქცა, სანამ ჯარში მსახურობის ვადა ამოეწურებოდა. აქ რაღაც ისე არ არის, სალიჯან. ვადის ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე ჯარიდან ვინ გაიქცეოდა. მეთაურს ველაპარაკე კვირის ბოლოს გაეთავისუფლა და მერე აღარ დაბრუნებულა. ისინიც ეძებენ. თვით მხილველთა თქმით, ის მიკროავტობუს ნომერი არ ეკეთა, სათვალთვალო კამერის ჩანაწერებშიც ვერაფერი იპოვეს, ამიტომ დაწერეს, რომ გაიქცა. ღმერთო ჩემო, საბრალოდ სოფლელი ბიჭისგან ვის რა უნდოდა? ვერც მევხვდები, მაგრამ მის მადამ ჯეილანმაც არაფერი იცის? მასთანაც რაღაც ისე არ არის, მაგრამ ვერ ხვდები რა. როცა პირველად ველაპარაკე, მითხრა, რომ დავალებაზე საზღვარგარეთ გაუშვეს, მაგრამ ვიფიქრე, ის ჩვეულებრივი კონტრაქტით იყო, მაგრამ ის რიგითი ჯარისკაცია. რა უნდა ვქნათ? ჯეილანს დაველაპარაკები და გაგაგებინებ, კარგი? კარგი. მაიორ მიჯნუნს ეტყვით მეთაურო? არა, ჯერ არაფერი უთხრათ. მან ისედაც იცის. საიდან გაიგო? მეთაურო, მეც ვერ მივხვდი. მან ყველაფერი იცის. ყველას თვალს ადევნებს, არაფერი გამოეპარება. ნუ აზვიადებ, ალიჯან, ნუ აზვიადებ, გთხოვ. მეთაურო, მაიორმა მიჯნუნმა თქვა, რომ მასთან შეხვიდეთ, როგორც კი მეთაურ ოღუზთან საუბარს მორჩებით. რას ამბობ? შენ უთხარი, რომ მეთაური ოღუზი აქ იყო. გეფიცები არაფერი მithქვამს. ღმერთო დიდებულო, ღმერთო. რა გითხრა? აინტერესებს ოსმანს ვინ ესროლა? კითხა მაიორო, მაგრამ ვუთხარი, რომ არაფერი ვიცით. ანუ არ გითქვამს? არა, არ მithქვამს მეთაურო. ესე იგი რაღაც იცი. ჩანაწერები მოვიდა მეთაურო. გორგი? სერკანი ჰაკან მარტენს შემთხვევის ადგილზე სამჯერ ხვდება მეთაურო. ჩანაწერები ჰაკან მარტენზე რას ამბობს? ისინი მამამისის ოფისში შეხვდნენ მეთაურო. და შენ ეს ინფორმაცია არ აცნობე ადამიანს, რომელსაც მეთაურს ეძახი. ასე არა? არა, არ შემიტყობინებია მეთაურო. ყოჩახ, ვიცოდი შენი ნდობა რომ შეიძლებოდა. ჩემო ლომო. წამოდი, გავდივართ. სად გავდივართ მეთაურო? მაშინვე ნუ გაგიხარდება. ნუ გაგიხარდება თუ გითხარი რომ გენდობი. მიდი. ღმერთო შენ მიშველე. მოდი ფიქრეთ, მოდი. კეთილი იყოს. მადლობ. მისი მდგომარეობა როგორია? მადლობა ღმერთს, კარგად. მადლობა ღმერთს. ესე იგი ბიძაჩემმა ეს საქმე სერკანს დაავალა, არა? ასეა?
ამა შენმა თქვა? შესაძლოა ეს ერთადერთი სიმართლეა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თქვა. იმიტომ კი არა, რომ თქმა უნდოდა. ეს ბიძა შენის ჯიბრზე თქვა. კარგი. ამ საქმეში დაუც რა ადგილი უჭირავს. მან არ იცის. შვილს გადმოგცემს თუ მის დამალვას შეეცდება ეს მეც მაინტერესებს. Onu ben de merak ediyorum. ჰალელ იბრაჰიმ, სიახლე გვაქვს. დავუთი საზაფხულო სახლში მიდის. დიდი ალბათობით სერქანი იქიმალება. მეც შენთან ერთად წამავალ. თურან, მარტო არ დატოვოთ. Burası güvenli. აქ უსაფრთხოდ არის, ნუ ღელავ. ძალიან ლამაზი გამოვიდა. მოდი გული აქაც დავხატოთ. ძმა ოსმანს გაუხარდება, როცა დაინახავს. ხო, ოსმან. ხოჩახ. სევდა. დაიკო. საყვარელო. ოსმანი როგორ არის? ოსმანი კარგად არის. უკეთ გახდება. საავადმყოფოში შენთვის ტანსაცმლის მოტანას ვაპირებდი. მეგონა ოსმანს მარტო არ დატოვებდი. დაბრუნებას არ ვაპირებდი, მაგრამ ხალილ იბრაჰიმი მოვიდა და გამომიშვა. სევდას ნახვა მინდოდა. კარგად მოიქეცი. ექიმები რას ამბობენ? ოსმანი კარგად არის. პალატაში გადაიყვანეს. თქვენს რომ საღამოს გონსმოვა. მადლობა ღმერთს. დაო, მე ჩვენთან ერთად წამოვალ. ოსმანის ნახვა მინდა. კარგი დაო, წამოდი. როცა გონსმოვა, სემას ვეტყვი და მოგიყვანს. მიდი, გამოიცვალე. სევდაზე ნუ ფიქრობ. მიდი, გაიქეცი. კარგი. მოდი დავასრულოთ. ძმა ოსმანი გავახაროთ. მას მალე ნახავ. პალატაში გადაუყვანიათ. მადლობა ღმერთს. ყველაფერი დამთავრდა, ჯეილან. ყველაფერი დამთავრდა. გთხოვთ. ზეინებ, მაგიდები ერთმანეთს დავაშორე, რომ ახლოს არ ვიყოთ. რას ფიქრობ? კარგია. სიახლოვე საჭირო არ არის. ხო. აქ? ქორწილის გადახდას ხომ აქ აპირებდნენ? გადაიხადონ. მოედანი მათია. დედანედიმე, არ ვიცი მამა გაგშორდება თუ არა, მაგრამ არ მგონია დედაზე დაქორწინდეს. თუ ჭკუა აქვს არ დაქორწინდება. თუმცა ჭკუა რომ მქონოდა არც გაგშორდებოდა. წავიდე ჩემგან შორს იყოს. ჯოჯოხეთთან ახლოს იქნება. დედა ამჯერად მტკიცად გაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ მაინტერესებს შეიძლება მოხდეს რამე ისეთი, რომ მამას შეურიგდე. რა შერიგება შვილო, ღმერთმა დამიფაროს. ედანურ ოხუზი მოდის, ალბათ შენ გეძებს. შენ გეძებს? ისე თქვა დაო, ალბათ ხალილ იბრაჰიმს ეძებს. გავხედავ. ახლა ვიმოვალ. ის სიმართლეა დაო? გონი ასეა? ისინი? გეთილი იყო შენი მოსვლა. მადლობ, მართალი იყავი. ჯეილანის ძმის საქმე არც ისე მარტივად არის. რა ხდება? ჩამოჯექი.
ამბობენ, რომ ბიჭი ჯარიდან გაიქცა, მაგრამ არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ ის გაიტაცეს. საბრალო ბიჭის მოდაცება ვისჭირდებოდა. ამის დადგენას ვცდილობთ. შენი აზრი, ჯეილანმა რამე იცის და მალავს? ზეინებს და სემას თუ კითხავ, გეტყვიან, რომ ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. იქნებ ჰალელ იბრაჰიმს უთხრა რამე. არ ვიცი, იქნებ ჰალოც მალავს, რადგან ეს მისი პირადია. ჰალო? ო, მეგობრის სახელებს ვამოკლებ ხოლმე, როცა ახლოს ვარ. ანუ, როცა ვუმეგობრდები. კარგი, წავალ საავადმყოფოში შევივლი. ჯეილანიც იქ არის. ჰალოც იქ არის. დროებით. დროებით. ჩემი ენა. ცდილობა არაფერი ვთქვა, მაგრამ არაფერი გამომდის. ყოჩახ, ყოჩახ. ცოტა დაგესვენა. კომფორტულად მაინც თუ ზიხარ. ნუ ერევი, ზუჰალ, ნუ ერევი. მართალია, ჯობდა საავადმყოფოში დარჩენილიყავი მამა. მომჯობინდებოდი. დურსუნ ლეტოს ნახვა თუ გინდოდა, იქაც მოვიდოდა. ბიძია, მაიორს ხომ არ გამოიქეცი. მე არავის გავურბი ვარ, თამერ. ჩემი გადათელვა ასე ადვილი არ არის. უზრდელი. მიდი ეს დალი. მიდი, დაგეხმარება. მალე გამოჯანმრთელდები. მამას გამუდმებით რაღაცას ასმევ. რისთვის არის? არაფერი აწერია. მამას რას ასმევ? ეს რა საქციელია? დაჯექი. აი, შეშვილო, რაც უნდა იყოს ჩემზე კარგად მოქმედებს. რიзвან. ტკივილები გამიხრა. თვალი არ გეცეს, მშვენივრად გამოიყურები. მე მზად ვარ. გავიდეთ. მე არ წამოვალ. აი შესთან ერთად წადი, ქმარს ვერ დავტოვებ. ღვთის გულისათვის შემეშვი ზუჰალ, ნუ მგუდავ. ესეც ჩემი ბრალია? ჩემზე ჩაიციკლა. კაცებამ შვიდად ისაუბრონ, გეგმები შეადგინონ, მიდით. დეიდა. ეს მეგობარიც წაიყვანე. ეს საიდან მოიტანე, თამერ? სად უნდა წავიდე? რა საიდან მოვიტანე? ბიძიანი ჰათ, მიბრძანე და ძმალევენც ვესურიო, ეს ვინ თქვა? მე ვთქვი? ეს საქმე უკვე დასრულდა. თამერი ჩემთან დარჩება. ფიქრეთი უკვე დავკარგე. თამერს და თუნჯაის ვეღარ დავკარგავ. წადი დედა, მე არ წამოვალ. აქ დავრჩები. კარგი, აქ დარჩი. იფთარის მერე ყავადალიეთ. ვაქ არავინ იქნება. დეიდა, ამდენ სად გავჩერდებით? აბა 5 წუთით ხომ არ წავალთ? მინიმუმ 1 საათი ხომ მაინც გაგვიგრძელდება. არაფრის თქმას არ ვაპირებ, მხოლოდ მოგისმენთ. იმედია ჩუმად იქნება ასია. წავედით. ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, ძალიან, თავი ამატკიეს. ახლა გადიხართ? ჩვენები უკვე რესტორანში არიან. სოლისტები ბოლოს გადიან. მართალია. კეთილი იყოს. გმადლობთ. გამარჯობა. ლევენტ, კეთილი იყოს. გმადლობთ. გმადლობთ. წარსულში დარჩენილი იყოს ბიძიან ესიმ. გმადლობ იევს. წარსულში დარჩეს ნესიმ. გმადლობ დურსუნ. სიმართლე გითხრა ვერ გეტყვი რომ შენი არ მშურს. გავიგე რომ ნიჰათისთვის მძიმე სიტყვები გითქვამს. მის სათამაშოდ ყოფნას სიკვდილი ვარჩიე. რაც უნდა თქვა მართალი ხარ დურსუნ. გმადლობ აქ მოსვლას რომ დათანხმდი. მე და ნესიმმა დიდი შეცდომა დავუშვით. ჩვენი ვაჭრობა რომ არ დაზარალებულ იყო, ჩვენი რეპუტაცია რომ არ დაზარალებულ იყო, კინაღამ ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლე შევწირეთ. იაუს, ფიქრეთს პატიება ვერ თხოვე, მაგრამ თუ ნახავ გადაეცი,
შენ იქ იყავი. ნახე, რა მდგომარეობაშიც ვიყავი. ხომ ასეა? ხომ ვნახე. Gördüm. გნახეთ, ბიძია რიзвან. Hatta sen ყველაფერი ვნახე. ფიქრობდი, მამა როგორ გადავუძახო მეთქი. Gel gör bir de Fikret. წარმოიდგინე ძმა ფიქრეთი რა მდგომარეობაში იქნება. რაც მოხდა, მოხდა. არავინ არავის ზურგს უკან აღარ იმოქმედებს. იმაზე ვილაპარაკოთ, მომავალში რა იქნება. ერთმანეთის მიმართ პირნათელი ვიყოთ. მამებო, თქვით? თქვით? ახლა ჩვენს მხარეს ხართ თუ თქვენი ძმის ნიჰათის მხარეს? იქნებ ნიჰათს გინდათ, შეუერთდეთ. ღმერთმა დასწრებლოს. ტელეფონით ვუთხარი. შენ მაიძულე ჩემი შვილისთვის იარაღი დამემიზნებინა. ამიტომ შენ შვილს ჰაკანს მოვკლავ მეთქი. მართლა? რიзвან ლეტო ისევ ფორმაშია. ხედავი აბუს? ხედავ ლემენტ, ხედავ. იმდენად მართალი ადამიანი მოკალი დანარჩენს ნიშნულობა აღარ აქვს. მოვაგვარებთ. რიзвან, რა სიტყვი? რა გინდა რომ ვქნათ? ნიშნულობა არ აქვს, ვინ ვის დურსუნ. მე აღარც ფული, აღარც ვაჭრობა, აღარც სიკვდილი აღარ მაინტერესებს. კომპრომისებზე ხშირად წავედით. დასაკარგი აღარაფერი გვაქვს დურსუნ. მან ისეთად წარმოგაჩინა, როგორიც ხარ. ჩემი ოჯახის მტერი გამხადა. ნესიმის მდგომარეობა სახეზეა. ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს. მამა რიзвან, შენი აზრით ასიე ჩვენთან გულწრფელად თანამშრომლობს? ქალების გამო გეგმები არ ჩაგვეშალოს? ან იქნებდა და ასიე ნიჰათ მარტენთან რამე საქმეს ხლართავს? თუნდაც? არა. არა, ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. უთხარი რამე მსგავს თუ გააკეთებ, სამუდამოდ დამკარგავ მეთქი. რადგან ასე უთხარი იფიქრებს, რომ ნედიმეს დაუბრუნდები. ამას არ იზამს რიзвან. გუშინ ნედიმეს მკაცრად ველაპარაკე. დღეს დილას ასიეს ველაპარაკე. უთხარი, რომ ორივეს დავშორდები და სხვაზე დავქორწინდები. როგორც უნდათ? მამა, სირცხვილია. სირცხვილია? სირცხვილია არა? სირცხვილი, იმასთან რაც მოხდა, რა მოსატანია შვილო. მომისმინე, დედა შენს დაელაპარაკე. თუ ასე გაგრძელდება, მას ბევრი ცუდი რაღაც დაემართება. იმაზე უარესი, ვიდრე ჩემთან დაშორებაა. კეთილი იყოს მაიორო. იუნოს შვილო, გიცმენ მაიორო. ეს ავტომატური პისტოლეტებია. ნახეთ, საბუთები თუ აქვს. გასაგებია მაიორო. ყველა იარაღი რეგისტრირებულია მაიორო, შეგიძლიათ ნახოთ. აქეთ, გთხოვთ, აქეთ, მეგობრებო, აქეთ მომბრძანდით. გიცმენთ მაიორო, ვის ეძებთ? შენ არა, მამა შენს ვეძებ. ვერ გავიგე? შენს ბოს. პროკურორის ნებართვა გაქვთ? შეიძლება ვნახო? გიჩვენებ. ჯერ გამატარე? მამა,
პოლიცია მოვიდა, შენთან დალაპარაკება უნდა. რასთან დაკავშირებით? არ უთქვამს. ის მაიორი ხომ შეშლილია, თვითონ მოვიდა. კარგი. მისი ნახვა მეც მინდოდა, შემოვიდეს. მოგზანდით, მაიორო, მამა გელოდებათ. მამა შენი ცოტა ხანს კიდევ მოიცდის ჰაკან, მაგრამ შენ არ გალოდინებთ. ალიჯან, ხელბორგილი დაადე. რა ხდება? რა ხდება, მაიორო? ჩემი შვილი რა უფლებით მიგყავთ? ვისი ბრძანებაა? არ მეტყვით? მიდი. დაჯექი, ნიჰათ, დაჯექი. დაჯექი. შენ შვილს ადამიანის მოკლა უნდოდა. არსებობს ჩანაწერები, სატელეფონო ზარები და შეტყობინებები. დიდი ალბათობით ეს შენ დაავალე. მაგრამ ჯერ ამის მტკიცებულება არ მაქვს. თუ მოყოლას მოისურვებ და ყველაფერს აღიარებ, კარგად მოგებყრობი. ხელბორკილის გარეშე გაგიყვან. არ არსებობს ისეთი პოლიციის განყოფილება, სადაც ჩემს წაყვანას შეძლებ მიჯნուն. ჰაკანი რამდენიმე საათით წაიყვანე აქედან, ხელცარიელი რომ არ გახვიდე, რომ არ შერცხვე. ალიჯან, იმედი აქ ფანჯარა არ იღება. ასე სჯობს. ნიჰათი განყოფილებაში დავპატიჟოთ. უსა, ადვოკატებს დაურეკე. ჰაკანი პოლიციაში მარტო არ დატოვონ. გააფრთხილე ჰაკანს არაფერი დაუშავონ. ახლავე ეფენდი. სერკან. არა, სერკან, არა. სერკან, ასე როგორ მომეკეცი. ეს რატომ გააკეთე, სერკან? მას სიტყვა მივეცი. მე ძმანიჰათს მივეცი სიტყვა, მამა. ძმანიჰათს, არა? მანქანაში ჩანთადებს. შიგ ფული და პასპორტია. საქართველოში წადი. დანარჩენს მერე მოვაგვარებთ. მამა, სად უნდა წავიდე? ჩვენ ახლა ვიწყებთ. ძმანიჰათს სიტყვა მივეცი. სანამ ის ადამიანი ჩვენ უკან დგას, ვერავინ ვერაფერს დაგვიშავებს. ისევ ძმანიჰათს გაიძახის. ამ ხნის კაცი ვარ. ბევრნაირი ძმობა მინახავს. როგორც კი შუბლზე პისტოლეტს მოგადებენ, ეგ შენი ძმები გვერდით აღარ გეყოლებიან. სულელო. მამა შენს მოусმენ. იქნებ შანსი გაგიჩნდეს. მიდი. ტელეფონი დატოვე. შვილო, ტვინი საერთოდ არ გაქვს? ტელეფონს იქ იყიდი. გენდე. გითხარი, რომ შენი მეგობარი ვიქნებოდი. შვილი მომიყვანე მეთქი გითხარი. შენ კი მიმალავდი.
მიმალავდი. ასეა? მიპასუხე. ასეა. არ იცის რას აკეთებს. ის ნიჰათის გავლენის ქვეშ მოექცა. ვიფიქრე მას ცოცხალს არ დატოვებდით. მე სიტყვა მოგეცი. გითხარი არ მოვკლავ მეთქი. მე კი ვიფიქრე, თუ დავუთი სიტყვას მოგცემს, არ გატეხს მეთქი. გრცხვენოდეს. ხალილ იბრაჰიმ, მთელი ცხოვრება შენთან ვალში ვიქნები. ის ჩემი შვილია. ეს არ გააკეთო. თურან, მომეცი იარაღი. არა, მე მოვაგვარებ. მომეცი ძმაო. გაიწიე. გთხოვ. არ გინდა. ის გააკეთე, რასაც ხალილ იბრაჰიმი გეუბნება დავუდ. თურან. ნუ მოკვდება. ეს სიკვდილზე უარესი იქნება. თქვენი ნებართვით, შოთა, არ მოკვდეს. კარგი ფიქრეთ, ბეი. უარესი იქნება. ესე იგი ჩემს ძმას ესროლე. არ გაიქცე. მოდი აქ. მოდი ხელი უნდა მოგტეხო. გაჩერდი მეთქი. შენს მანქანაში ჩაჯექი. ნიჰათთან წადი. თუ ფულის და პასპორტის მიცემა გინდა, თუ გინდა უთხრა გაიქეცი, მას უთხარი. მისი ჯერია. ღმერთო, ამ ლამაზ ქალებს შეხედეთ. რასაც სიამოვნოა, რომ ყველანი აქ ხართ. დიდი მადლობა, რომ არ მაწყენინეთ. აქ შენ გამო არავინ მოსულა ასიე. აქ ყველა თავისი ქმრის და შვილის დასაცავად მოვიდა. შენ რისთვის მოხვედი? ისტორიის დასაწერად მოვედი. მაგრამ არაფერს ვიტყვი. მოდი ზუხალ, მოდი. ადექი და სადგილი დაუთმე. ძალიან ლამაზი ხარ, ზეინებ. ჯანმრთელობას ვუსურვებ. გმადლობ.
ოღუს, აქ რა საკეთებ? გელოდებოდი. სიმართლე გითხრა ჯეილანს ვეძებ, მაგრამ ვერ ვიპოვე. შენ ამიტომ გეძებდი. ჯეილანი რადგინდა? იმ გოგოსთან რაღაც ისე არ არის, ძმაო, შენთვის რამე ცნობილია? შენ ვინ გითხრა? არავის არაფერი უთქვამს. მითხარი თუ რამე იცი. რაღაც თვითონ გავიგე. ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. მაგალითად? უყვარვარ. შეყვარებულია. ზეინებს რომ არ გაეგდო, ოსმანი გამოიყენა. უთხარი რომ სახლიდან წავიდეს. სულ ეს არის? კიდევ რა უნდა იყოს? ძმაო, მე არ მაინტერესებს ვის ვინ უყვარს, საქმე უფრო სერიოზულადაა. რა ხდება ოღუს? მისი ძმა ნამდვილი თავსატეხია, ის გაიტაცეს. სავარაუდოდ გოგოს სწორედ მის გამო დაგიახლოვდათ, ან ვინმემ გამოგზავნა. ახლა გასაგებია, ილმაზი რატომ მოკლა? ფიქრობ, რომ მარტენთან მუშაობს? არა, მისი ძმა ალბათ მათ გაიტაცეს, მაგრამ ის მასთან არ მუშაობს. ვისთან მუშაობს, ვისთვის, რა მიზანი ამოძრავებს? ასიე, წავიდეთ ოღუს, სად? ასიემ ყველა რესტორანში შეკრიბა, ალბათ რაღაც გეგმა აქვს. ოსმან, გაიღვიძე? მადლობა ღმერთს. ძმა ჰალილი ეს არის გავიდა. ჯეილანიც გზაშია, მალე მოვა. მას სხვა გზა აქვს, მოიუსუფ. ის აღარ მოვა. ეს როგორ? ვერ გავიგე. მე გავიგე, მოიუსუფ. გვიან, მაგრამ მივხვდი. ყველაფერი მოვისმინე. რძელო ნარგის, ამბობთ, რომ ყველა ერთად უნდა ვიყოთ, მაგრამ დამლაზე არაფერს ამბობთ. უკან უნდა იხევთ. სხვაგვარად როგორ გავერთიანდებით? აიშე, ახლა ჩვენი შვილების სიცოცხლეზე ვმსჯელობ და არა იმაზე, ვინ ვისთან დარჩება. გასაგებია? გავიგე. კარგი, თუ ასეა, ჩემთვის სულ ერთია. მაბადიეთ, ვინ მოკვდება არ მაინტერესებს. დაეპირველი ფიქრეთი მოკვდეს. რას ამბობ შვილო? ღმერთმა დაიფაროს, შენი შვილების მამაა. ახლა აიშეზე და ფიქრეთზე ლაპარაკის დრო არ არის. ადრე თუ გვიან შერიგდებიან. ჩემმა ქმარმა თავი დაიჭრა, ძმარის ძმარმა კი ნაღამ თავისი შვილი მოკლა. ჩვენი აქ შეკრების მიზეზი, კონკრეტულად კი ჩემი აქ ყოფნის მიზეზი წყევლა არ არის. ბიძაშემთან როგორ უნდა მოვიქცეთ? სახლიდან ისე როგორ უნდა გავიდეს, რომ ზიანი არავის მიაყენოს. თუ ამაზე არ ვიმსჯელებ, აქ ყოფნას აზრი არ აქვს. საინტერესოა ასიე ხანიმი რას ფიქრობს, ალბათ გეგმა აქვს. 40 გეგმა მაინც ექნება. ნახოთ რომელს გაგვანდობს. ძალიან კარგი გეგმა მაქვს ზეინებ. მაგრამ საქმე ეს არ არის. თავარი საფიქრალი შენ ხარ ასიე. ჩემი ძმა წავა. შენც მოგიდე რიზვანს ხელი და წადით. არანაირი პრობლემა აღარ იქნება. ეს გაქცევა იქნება. მინდა გამოსავალი ვიპოვო. და ეს დღეს გადაწყდება. გამოსავლის პოვნა გინდა? შენ? ასიე, ღვთის გულისთვის გითხარი, რა გადაწყვეტილება მიიღე? ხალილ იბრაჰიმი და ზეინეფი. ჰოპ, აქედან უნდა წავიდნენ. და სად უნდა წავიდნენ? რა ვიცი.
ღმერთო ჩემო, ჯეილანი აქ რას აკეთებს? ოსმანს რამე დაემართა? ჯეილან, რა მოხდა? აქ რას აკეთებ? კარგად ხარ? ოსმანს რამე დაემართა? ზეინებ. ჯეილან, რას აკეთებ? იმას ვაკეთებ, რაც საავადმყოფოში უნდა გამეკეთებინა, ზეინებ. დედა, ლეილა, გამიშვი. ასიე, დედა, რამე ქენით, რამე გააკეთეთ. დედა, ღმერთო, დედა. როცა შევედი, ასიე უკვე დაბლაეგდო. ჯეილანმა იარაღი მიუშვირა. გონია 4ჯერ თუ 5ჯერ ესროლა. ზუსტად არ დამინახავს. ასიე, ჩემო ასიე. კარგი, დამშვიდი. ასიე. აიშე. გეყოფა. მოკვდა დეიდა შენი აღარ არის. კარგი, დამშვიდი. დაგვტოვა, წავიდა.